ნოემბრიდან თბილისში საყოველთაო აღწერის ფარგლებში წინასწარი შემოვლა დაიწყება. წინასწარი შემოვლის ფარგლებში ძველი და ახალი მონაცემები შედარდება და წლის საყოველთაო აღწერა სტატისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს. წინასწარი სამუშაოები უკვე ჩატარდა კახეთში, გურიასა და აჭარაში. საყოველთაო აღწერა წინასწარი სამუშაოების შემდეგ 2014 წლის შემოდგომაზე ჩატარდება. წინასწარი მონაცემები 2015 წელს, ხოლო საბოლოო შედეგი 2016 წლის აპრილში გახდება ცნობილი. Დაუგვიგმეთ ნოემბრის თვეში თბილისში წინასწარი შემოვლა აღწერებთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ჯგუფებმა მთელი დედაქალაქის ტერიტორიაზე მოახდინო მოსახლეობის წინასწარი საცხოვრისების შეფასება და შეადარონ ეს გეოინფორმაციული სისტემას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ მომდევნო წლის ბიუჯეტზე აღწერასთან დაკავშირებით, რაც ჭირდება საქმესაც იმისათვის, რომ ჩაატაროს აღწერას უყოფილად. საქმე ატარებს მოსახლეობის საყოველთაო აღწერას. ჩვენ გვქონდა პირველი ეტაპის დაწყებითი სამუშაოები, ეს იყო გურიაში, აჭარაში და კახეთში. ჩვენ ნოემბრის მეორე ნახევრიდან სავარაუდოდ გეგმავთ თბილისის მოსახლეობის პირველად შემოვლას, ხოლო მოსახლეობის საყოველთაო აღწერა საქართველოს ჩატარდება 2014 წლის შემოდგომაზე, ზუსტად ერთი წლის შემდეგ, როცა ჩვენ კონკრეტულად ზუსტად დავითვლით, ამდენი არის საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა.